Dით რომ მოცვი უბრალოდ გემრიელი ხილი კი არა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კარგი ანტიოქსიდანტია და იცოდი. და ის უამრავი სასარგებლო თვისებით გამოირჩევა. ახლა კი უნდა მოგიყვეთ 27 წლის გურული ფერმერის გია გობრონიძის შესახებ, რომელმაც რამდენიმე წელია რაც მოცვის პლანტაციები გააშენა ჩვენთან. მაგარი კაცია ძალიან. და თავის კუთხეში ხო, სწორედ ამ კულტურის განვითარებაზე ზრუნავს ჩვენი ჟურნალისტი ეკა სესიკაშვილი ესტუმრა მას გურიაში და უფრო ვრცლად სწორედ მისი სიუჟეტიდან შევიტყობთ. მე ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო და დაუვიწყარი სანახაობა გერია. აბა ვნახოთ. ლურჯი მოცვი არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტი უჯრედის დონემდე ანელებს დაბერების პროცესს. ეხმარება საჭმლის ონებების სისტემას, სულსიზასა და ავადებებისგან იცავს ორგანიზმს. ეს ყველაფერი კი აისახება მეხსიერებაზეც, ტვინის მუშაობაზეც. აუცილებელია ყოველდღიურად მივიღოთ დღიური ნორმა რაციონში, რაც ორგანიზმს დაეხმარება ჯანსაღ ფუნქციონირებაში. ბავშვობიდან ჩართული ვიყავი სოფლის მეურნეობაში, ვინაიდან ჩემი ოჯახი ეწეოდა სხვადასხვა ტიპის მეურნეობას. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე ამერჩია ჩემი პროფესია აგრონომი. ბოლო წლებში გურიაში აქტუალური გახდა მოცვის კულტურა. ბუნებაში ბევრი გვაქვს ადგილობრივი ენდემური ჯიშის მოცვები. შესაბამისად, გადავწყვიტე, რომ თავიდან მე მქონდა ინტერესები ამ კულტურის მიმართ და ჩართულიყავი მოცვის აგრონომიაში. დავიწყე პირველად ერთ-ერთ ბაღში მუშაობა, სადაც ვიყავი აგრონომი 2 წელი, დავაგროვე საკმაოდ კარგი გამოცდილება მოცვის გაშენების, მოყვანის, წარმოების და ამის შემდეგ გადავწყვიტეთ ოჯახმა, რომ დაგვეწყო საკუთარი პლანტაციის გაშენება. თავიდანვე მქონდა ინტერესი, რომ გამეშენებინა მოცვის ბაღი ქოთნებში. ეს არის მოცვის ბაღის ახალი ტიპი. უცხოური პრაქტიკა არის იმ ქვეყნებში, სადაც არ არის ოპტიმალური ნიადაგი მოცვისთვის, იყენებენ ქოთნებს. და ქოთნებში მოყავთ მოცვი. ჩვენთანაც საქართველოში არ გვაქვს ყველგან იდეალური ნიადაგები, სადაც ოპტიმალური მოსავლის მიღება არის შესაძლებელი. ამიტომ კარგი გამოსავალია ამ შემთხვევაში გავაკეთოთ ბაღი ქოთნებში. რაც უფრო მარტივი მოსარებია, სარწყავი სისტემა მოთავსებულია ზედ, საიდანაც ყოველდღიურად დღეში რამოდენიმეჯერ მოთხოვნილებისამებრ ვაწვდით საკვებს და ეს ყველაფერი იმართება დისტანციურად და შეგვიძლია ვაკონტროლოთ თუ რა რაოდენობით საკვები მივაწოდეთ და მცენარემ რა ითვისა. და რაც ყველაზე მთავარია, რომ მთელი ბაღი არის თანაბარ მდგომარეობაში, თანაბარ საკვებ არეში და გვაქვს ერთფეროვანი სივრცე. სადაც კი გავიგებ, რომ რამე ტარდება მოცვთან დაკავშირებული, დავდივარ ყველგან რა, რომ ახალ-ახალი ცოდნები შემოვიტანო. როცა გურიაში მოცვი მომყავს, პირდაპირ გადის ექსპორტზე. ამაღელვებელიცაა, რომ აქ რაღაცა ჩემი ნაშრომი გადის მსოფლიოს. საკმაოდ რთულია, ძალიან დიდ შრომას მოითხოვს 24 საათი ჩართულობას, არის სადმე რომ მიწევს ცოტა ხნით გასვლა, ერთი ცული მაქვს, როდის დავუბრუნდები და მოცვებში ვამოწმებ, რომ როგორ მიდის პროცესი პლანტაციაში და შედეგს როცა ხედავ, ყველაფერი გვერდზე გადადის. მოცვებს ბავშვებს ვეძახი, მე ხუმრობით ეგრე მოვიხსენიებ, ნერგები ვაჩუქეს ჩემ მეგობარს და ბავშვებს გიგზავნი და მე ვეკითხებ ბავშვები როგორ არიან თქო, რომ ზუსტად ეგრე არის, დილით რო გავიღუძებ, პირველი ვამოწმებ სისტემაში, რომ თუ ჭამა მოცვება. ჩემთვის ორმაგად მამოტივირებელია ის, რომ ამ ყველაფერს ვაკეთებ გურიაში, ჩემ რეგიონში, იქ სადაც გავიზარდე და ადგილობრივი ადამიანები ყოველწლიურად მეტი და მეტი საქმდება და ამას გარდა, მოცვის გარდა კიდევ ბევრი გეგმა მაქვს აგრომიმართულებით, რაც მინდა რომ ეს სოფლის მეურნეობა უფრო პოპულარული გახდეს, დღითი დღე უფრო აფასებს ხალხი ჯანსაღ პროდუქციას და აი გურიაშიც მქონდეს ესეთი სივრცე, რომ აი სტუმრები ვიღო და ნახონ ჯანსაღი პროდუქცია როგორ მზადდება, ჩაერთონ პროცესში, ვისაც სრული ექნება, სოფლები იცვლება რა, ახალგაზრდები მიდიან და ახალგაზრდებსაც მოტივაცია მივცე, რომ არის შესაძლებელი რაღაცის გაკეთება, ეგულებოდეთ ადგილი, სადაც შეუძლია მოვიდნენ და მიიღონ გამოცდილება, გაიზიარონ ცოდნა და რაც შემიძლია ყველას გვერდში დაუდგებიან.